გატაცება საოკუპაციო ხაზთან, როდის გაათავისუფლებენ ძევლებს და რა ინფორმაციას ავრცელებს ქართული მხარე. ადამიანები სულ მალე განთავისუფლებიან. 2.41 ოფიციალური კურსი ლარი ბოლო 24 საათში კიდევ 5 თეთრით დაეცა. სახელზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორი. პანიკა საფონდო ბირჟებზე, მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის ფასი ეცემა. 8 დაღუპული, 2 დაკარგული და ათეულობით დაშავებული. თურქეთში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. რთველი იწყება, თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რა პრობლემებზე საუბრობენ მევენახეები და რას თავაზობს მათ ხელისუფლება. საღამოშვიდობის ეთერში მომბე 20 საათზე სტუდიაში თამარ ურუშაძე მუშაობს. ნატო საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნამდე და ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტამდე 2 დღით ადრე საოკუპაციო ხაზთან გატაცებების ახალი სერია დაიწყო. ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პარალელურად საოკუპაციო რეჟიმი უკანონო დაკავებებს განაგრძობს. დღეს ორი მოქალაქე ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. 1.75 წლის მოხუცია. დღის ბოლომდე მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ეხლა მოეფარნენ თორე ჩანდნენ ბიჭები. 75 წლის მურთაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშვედში დღეს დილით დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით გატაცებულების სოფლის საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ. ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია დაკავებულთა ნათესავებისთვის, უცნობია მათი ადგილსამყოფელიც. ჩამოვიდა მეზობლის ბიჭი, რომ ვაჟა და მურაზი დააკავესო, წაიყვანეს რუსებმაო და საქონელს მიხედეთო, წავიდნენ სხვა ბიჭები და მეტი არაფერი ვიცით. სოფლის ნახირი წაიყვანა, მეზობელმა მოგვიტანა ამბავი, რომ წაიყვანეს რუსებმა და სად არის ამჟამად და რა მდგომარეობაში არაფერი არ ვიცით. თვითონ ნაოპერაციებელია ეს კაცი და მაგაზე ვდარდობთ, რომ ადრე გამოუშვან უფრო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილობრივების დაკავება საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. იქით რა აღარ გადადიან ჩვენები, რა, იქით გვერდზე. ისინი გადმოდიან აქეთა და აქედან მიყავთ მერე. ჩვენ ტერიტორიიდან წაიყვანეს იმათაც ვაცვენდეთ მილიციას, საიდანაც იყო 300 მეტრი არის კიდე იქამდე, საცა ბანერიზეეს, საიდანაც წაიყვანეს. უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურ დეპარტამენტში დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე პირის გათავისუფლებისთვის შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ჩვენი მხარის კონტროლებადი ტერიტორიიდან გაყვანილი იქნა 2 მოქალაქე. ამჟამად ყველა ის უწყება, რომელიც ამ პროცესში შეიძლება ჩართული იქნას, უკვე ჩაყენებულია საქმის კურსში და მიმდინარეობს ღონისძიებები, რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდნენ ოჯახებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ დაკავებულთა გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება. თვეობით ყავდა დაკავებული თავისუფლების ადამიანები, ხელისუფლების დროს ჩვენ მოახერხეთ ის ოცნება მოახდეთ პრინციპული, რომ 2 დღეში ათავისუფლებდნენ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, მე ვიცი, რომ უკვე შენ გასაგებია სამინისტრო მუშაობს სამმართველობით, დღევანდელ დღეს გულისხმობ და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები სულ მალე განთავისუფლებიან. სოფელ ბერშვედიდან გატაცების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს ჯერ არავინ დაკავშირებია, ისინი ფიქრობენ, რომ დაკავებულებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო დარღვევაში დასდებენ ბრალს. სწორედ უკანონო გატაცებები და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსის გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს. სტოლტენბერგი საქართველოში ხვალ ჩამოდის და ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. სწორედ მისი ვიზიტის დროს იხსნება ნატო საქართველოს საწვრთნელი ცენტრი. დღეს თავდაცვის მინისტრმა ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს იქნება თავისი მასშტაბით და ფუნქციით მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ერთობლივი პროექტი, რომელსაც ჩვენ ველსის პაკეტის ფარგლებში განახორციელებთ. წინ გვაქვს კიდევ სკოლის გახსნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღონისძიება, რომელიც 27-ში არის დაგეგმილი, საბოლოო ჯამში მოემსახურება არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ უფრო ფართოდ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ლარის ფასის სავალუტო ჯიხურებში დოლართან მიმართებაში 2.49 ცხრახცევს ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ 5 პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით გუშინ ლარი 2.26 იყო, დღეს კი უკვე 2.41 თეთრია. მთავრობა იწმინება, რომ პროცესები დროებითია და პანიკის საფუძველი არ არის. დღეს პრემიერმა სპეკულაციებსა და აჟიოტაჟის შექმნაში მედია და ექსპერტები დაადანაშაულა. ლევან კვატაშიძე დეტალებით.
სახელზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორი. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პრემიერ-მინისტრი ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნის და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სავალუტო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის მიუხედავად ეკონომიკაში მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი მედია საშუალებებს, ექსპერტებს და პოლიტიკოსებს სავალუტო თემით სპეკულაციაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ბიზნესმენებს გარკვეულ რჩევას აძლევს. მე მინდა მოსახლეობას მიმართო, რომ ამ ფსიქოლოგიურ, ემოციურ აჟიოტაჟს არ აპნენ და როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი ამას თქვა აჟიოტაჟს წამოიგებიან, ისინი დაკარგავენ ძალიან მალე უფრო მეც ვიდრე მოიგებენ. ჩვენი მოქალაქეები ნუაყვებიან მედია საშუალებებს მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტების და პოლიტიკოსების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან. ლარის გაუფასურების მიუხედავად დამაიმედებელი პროგნოზი აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორებით არ არის გამოწვეული და კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება. მთავრობა აცხადებს, რომ პრივატიზების და ინვესტიციების შედეგად სიტუაცია დაბალანსდება, ისევე როგორც იმპორტის შემცირებამ ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება გაათანაბრა. არანაირი კავშირი ამას პრინციპში არ აქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა, კონკრეტულად მაქვს საუბარი ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. აუცილებლად კურსი დასტაბილურდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და პირველი რაც კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს არც აქამდე და არც ამის შემდეგ არანაირი ზეგავლენა გაცვლითი კურსის გაუარესებაზე არ ექნება. გამოიწვევს თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბიუჯეტის კორექტირებას. მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადახედვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ 2015 წლისთვის გაწერილი ყველა პროექტი გეგმის მიხედვით სრულდება. არ მოიაზრება არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროექტის შემცირება. ყველაფერი ძალაში არის და მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ბიუჯეტის კორექტირება ერთხელ უკვე მოხდა და ეს არც ერთი თეთრით არ შეხებია დევნილთა სამინისტროს, თავარაუდოდ მომავალ წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ის დახმარებები, რომლებიც დევნილთა მიმართულებით არის გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ. უნდა გავითვალისწინოთ, რას ვღებულობთ რის ხარჯზე. მე მაგას ვერ ვხედავ ახლა სიმართლე გითხრათ, რომ ამ ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ ჩვენ, რომლის შეჩერებას, თქვათ, ან ლარის კურსს გაამყარებს. და ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღები იქნება. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი კი მთავრობას და ეროვნულ ბანკს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს. გიორგი აბაშიშვილი თვლის, რომ სწორედ ერთობლივი მუშაობა ლართან დაკავშირებით საზოგადოებაში ნეგატიურ მოლოდინებს გაანეიტრალებს. მე ვფიქრობ, რომ გამონახული იქნება გზები იმისათვის, რომ კურსის გავსი ტიპის მერყეობა ერთის მხრივ იქნას გონივრულ საბაზრო მექანიზმებით შეჩერებული, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი დანაკარგები იქნას თავიდან აცილებული. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით ბანკს კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან. უახლოეს პერიოდში კი ლარის მერყეობა აღარ მოხდება, რადგან მიმდინარე ეკონომიკური შოკები უკვე აისახა ეროვნული ვალუტის კურსში. ექსპერტების ნაწილი იზიარებს მთავრობის პოზიციას და საბოტაჟის ნიშნებზე საუბრობს. მეორე ნაწილი კი მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც არ არის გამოწვეული გარე ფაქტორებით. ეს არის დროებითი მოვლენა. ეს არ არის ქართული ეკონომიკიდან განპირობებული, თქვათ, ლარის დევალვაცია. რამ აძლევს ამისთვის საშუალებას? არის უამრავი ფაქტორი. პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ გარე ასე ვთქვათ, შოკები დაბალანსებული გვაქვს მაქსიმალურად. ეს იგულისხმება იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებში. მართალია ექსპორტი შემცირდა, ასევე გზავნილები შემცირებულია, ხო, საერთაშორისო გზავნილები ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სამაგეროდ იმპორტი არის შემცირებული 320 მილიონით, რომელიც მთლიანად დაბალანსებს ყოველივე ამას. ლარის თავგადასავალი არის ძალიან პროფესიულად, ძალიან კარგად და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული და განხორციელებული საბოტაჟი. მე მეჩვენება, რომ ეს გათვლილი არის შემოდგომაზე, გათვლილი არის საარჩევნო ტექნოლოგიებზე. არავითარი პანიკა არ უნდა არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ კი მთავრობა მიიღებს ხის ზომებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
ეგრეთ წოდებული შავი ორშაბათის შემდეგ მსოფლიო საფონდო ბაზრებზე პანიკა, ამ მიზეზი ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირება, აქციებთან ერთად ნედლეულის ფასი ეცემა. დღეს ბრენტის მარკის ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა და ბარელზე $43 შეადგინა. შავი ოქროს და სხვა ნედლეულის ფასებს მკვეთ შემცირებას ექსპერტები ბოლო 16 წლის რეკორდულ მაჩვენებელს უწოდებენ. ჩინეთში საბაზრო კრიზისი ფასიანი ქაღალდების სწრაფი გაყიდვით დაიწყო. ეგრეთ წოდებული შავი ორშაბათის შემდეგ აზიის საფონდო ბაზრებზე ვაჭრობის მაჩვენებელი კვლავ იკლებს. დღეს ვაჭრობის დაწყებისთანავე შანხაის საფონდო ბაზარზე აქციების ფასი 6.4%-ით შემცირდა. შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა სისტემაში დამატებით 150 მილიარდი იუანი განათავსა. თელიკვირის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებას სახელმწიფო საპენსიო ფონდს აქციებსა და ობლიგაციებში აქტივების 30%-იან დაფინანსებას პირდებოდა, თუმცა ინვესტორებისათვის ეს დამაჯერებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. საერთო ჯამში ჩინეთმა მიმდინარე წლის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე უშუალოდ მაღალი არასტაბილურობა აჩვენა, რამაც ინვესტორთა განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა. საფონდო ბაზრების ვარდნაზე პროვოცირება ჩინეთის ცენტრალური ბანკის ინტერვენციამაც მოახდინა, რომელმაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო. Ფიქრობ, რომ ეს შესაძლოა გლობალური ფინანსური კრიზისის მომასწავებელი ნიშანი იყო. ორშაბათს ჩინეთის საფონდო ბაზრის მსგავსად ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრების მაჩვენებლებით შემცირდა. ეს მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული საკითხია. ბაზრების მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. 30 წლიანი ეკონომიკური ბუმის შემდეგ ინვესტორები შიშობენ, რომ მსოფლიოს ბევრი კომპანია და ქვეყანა ჩინეთის მოთხოვნებს ეყრდნობა და საქონლისა და კომერციული მომსახურების მსოფლიოს მეორე უმსხვილესი იმპორტიორის ბაზარი სავარაუდოდ სერიოზულად დაზარალდება. კრიზისის ფონზე ტოკიოს საფონდო ბაზარზე 3.7%-ით შემცირდა ნიკეი 225-ის მაჩვენებელი. საერთო ჯამში კი იაპონიის სავაჭრო კომპანიების ინდექსი 4.71%-ით დაეცა. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზეც. მსოფლიოს ბაზრებიდან გამონაკლისი არც რუსული ბაზარი აღმოჩნდა, სადაც სავაჭრო მაჩვენებელი 6%-ით დაეცა. გაუფასურებას განაგრძობს რუსული რუბლიც. $1 უკვე 70, ხოლო €1 83 რუბლი ღირს. ჩინეთის როგორც მსოფლიოს მეორე ეკონომიკის სავაჭრო მაჩვენებლის მკვეთრმა ვარდნამ უარყოფითი შედეგი იქონია ევროპულ ბაზრებზეც. შავი ორშაბათის შემდეგ ფრანგული CAC-ის ინდექსი 5.35%-ით, გერმანული DAX-ის 4.7%-ით, ხოლო ბრიტანული FTSE-ის მაჩვენებელი 4.6%-ით შემცირდა. ევროპის წამყვანმა საფონდო ბაზრებმა საერთო ჯამში 500 მილიარდ ევროზე მეტი იზარალეს. დღის დასაწყისში ევროპულ ბაზრებზე მცირე ზრდა შეინიშნებოდა. ჩინეთი დიდი სახელმწიფოა მსოფლიოში მეორე ეკონომიკით. მას მნიშვნელოვანი რესურსები აქვს და არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. გლობალურ ეკონომიკას ზრდის საკმაოდ მყარი პერსპექტივები აქვს. ჩინეთს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს სტაბილურობა. ჩინეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩინეთში ხანგრძლივ კრიზისს არ პროგნოზირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროზონის კრიზისის დაძლევის მსგავსად სტაბილიზაციისთვის ჩინეთიც ყველაფერს გააკეთებს. ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნა აისახა ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. ინვესტორების მიერ აქტივების გაყიდვის შემდეგ შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე 4%-იანი ვარდნა შეჩერდა. Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსი დღის განმავლობაში 1000 მაჩვენებლით დაეცა, თუმცა მოგვიანებით 300 პუნქტით ისე მოიმატა. შავი ორშაბათის შემდეგ შეერთებული შტატების საფონდო ბაზრებზე დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ვაშინგტონი პეკინს ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდისკენ მოუწოდებს. ჩინეთმა ფინანსური რეფორმა განაკვეთების მოქნილობის გაზრდის მიზნით უნდა გააგრძელოს. ჩინეთის ხელისუფლებამ ბაზარზე ორიენტირებული გაცვლითი კურსის სისტემა უნდა უზრუნველყოს. გამჭვირვალე ეკონომიკით არა მარტო ჩინეთი, არამედ მთელი მსოფლიო ისარგებლებს. ამერიკელი ბიზნესმენები ჩინეთში საქმიანობის დაწყების სურვილს გამოხატავენ და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო ეკონომიკური განვითარების უფრო მეტად ხელშემწყობი ფაქტორი გახდება. ჩინეთის საფონდო ბაზრებზე სავაჭრო მაჩვენებლის ვარდნამ ბოლო 8 წლის მაქსიმუმს მიაღწია. მსოფლიო ბაზრებზე სავაჭრო ბრუნვის შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნავთობის გაიაფება სახელდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩინეთის საფონდო ბაზარი როგორც შიდა ეკონომიკის, ასევე გლობალური ეკონომიკის მიმართ ისტორიულად შეუსაბამო იყო. პრემიერ-მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თბილისში გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს. 57 დამფუძნებელი ქვეყნის დელეგაციებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმშელეს. ბანკის ახალმა პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველო გახდეს ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელშიც ბანკი ოპერირებას დაიწყებს.
ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის ის, რომ აზიის ახლად შექმნილი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მეექვსე შეხვედრა იმართება თბილისში და სწორედ სიმბოლური არის ის, რომ სწორედ თბილისში მოხდა ამ ბანკის პრეზიდენტის არჩევა და მე ახლა შევხვდი ახალდარჩეულ პრეზიდენტს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი, აქ ჩამოსული 56 ქვეყნის წარმომადგენელი, ძირითადად ფინანსთა მინისტრები და მინისტრის მოადგილეები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა რატიფიცირება ამ ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტის შეთანხმების, ასე რომ მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ხაზი გაუსვა ამ მნიშვნელობას. ეს ბანკი არის 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით შექმნილი და ფოკუსირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებზე სხვა სექტორში, როგორც არის ენერგეტიკა, ასევე ლოჯისტიკა, ტრანსპორტი და ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ ბანკთან. თურქეთში სამაშველო სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ნანგრევებში და სტიქიის შედეგად დატბორილ ტერიტორიებზე ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს, მათ შორის 1 ბავშვია. ართვინის პროვინციაში წყალდიდობას და მეწყერს 8 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია სახლები, განადგურებულია გზები, დატბორილია თითქმის მთელი ტერიტორია. წყალმა მანქანები და ერთსართულიანი შენობები წაიღო. ბოლო ინფორმაციით მერაბ წულუკიძე ისაუბრებს მოამბის ეთერში. მერაბ, გისმენთ. თურქეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ჩვენ ახლა ხოფის განაპირას, სწორედ იმ სოფელში ვიმყოფებით, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აქ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობამ მოეცრად მოვარდნილმა მდინარემ დაანგრია სახლი და ამ დროს სწორედ ეს ადამიანები სახლში იმყოფებოდნენ. ოფიციალური მონაცემებით სულ გარდაცვლილია 8 ადამიანი, 2 ისევ იძებნება, მათ შორის არის 1 ბავშვი და მძიმე მდგომარეობაში რჩებიან დაშავებულები, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან ტრაბზონის ავადმყოფოში. სტიქიის შესახებ დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. დაღუპული და რამდენიმე ათეული დაშავებული, ასეთია ართვინის პროვინციაში მომხდარი სტიქიის შედეგები. ხოფაში საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში წყალდიდობას მეწყერი მოხვა. დანგრეულია და დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მთლიანად დაიტბორა სახლების პირველი სართულები. ახლა ვცდილობთ, რომ საკანალიზაციო მილი ვიპოვოთ და დაგროვილი წყალი გაუშვათ. ზარალი ძალიან დიდია, დაიტბორა მაღაზიები და გაფუჭდა საქონელი. არიან დაშავებულები, რომლებიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძლიერ წვიმასთან მეწყერი დაერთო, სახლის პირველი სართული მთლიანად განადგურებულია. აქ ცხოვრება შეუძლებელია. სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. სამაშველო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციები სამსახური დაკარგულებს ეძებს. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. პარალელურად მოსახლეობა დაღუპულებს გლოვობს. ამ სოფელში 3-4 ხოფაში ბოლომდე ვაკაცი მოგდა. კიდე ვიზესი ცუდად არიანი, 5 კაცი და ეკიდან წაიყვანეს ხექიმში არიან. მოამბის გადამღები ჯგუფი დღეს სტიქიის ზონაში მყოფ ქართველებსაც ესაუბრა. დაშავებულებსა და დაკარგულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქართველები არ არიან დაშავებული, ისეთ თურქები დაღუპული არის 20 კაცი. აგერ ხიდი არის, ხიდზე გამევიდა წყალი, ბინები დაიცალა, მაღაზიები დაიტბორო, მანქანები წამეიღო და რა ვიცი რა. ეგრეთ ზევიდან სახლებია წამოღებული. აღნაიღო და ხალხთან მშვიდობა ქია, ქართველები ვინც რავი ყველა ჩამევიდა. ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის ამსახველი ვიდეო მასალა ონლაინ მედიაში გვიან ღამით გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს სტიქიური მოვლენების დასაწყისი და შედეგები. ქალაქი ხოფა და მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში თითქმის პარალიზებული იყო. არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია. მოსახლეობა ამ დროისთვის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. მადლობა, მერაბ წულუკიძე საუბრობდა მოამბის ეთერში. კახეთში რთველისთვის მზადება დაიწყო. დღეს სელოვში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, თუმცა მეწარმეები უკვე წინასწარ აანონსებენ, რომ 2015 წელი მევენახეებისთვის შაშანდელთან შედარებით პრობლემური იქნება. მათი ინფორმაციით ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, რის გამოც მოთხოვნა ახალ ყურძენზე ნაკლები იქნება. სირთულეებს ადასტურებს მთავრობაც და გლეხებს პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე გზას თავაზობს. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. 60 წლის ბიჭიკო კოპეშაძე 20 წელზე მეტია ვენახსოვლის. ამბობს, რომ მიუხედავად ბუნებრივი მოვლენებისა წელს შარშანდელზე მეტი მოსავალი ექნება. მისი აზრით ჩასაბარებელი ყურძნის ფასი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. შრომა უნდა, რამდენი მოყვანა უნდა, რამდენი წამლა უნდა. ამას აი წამლა კიდე უნდა. გლეხი როყმაყოფილი ლარშეს გენაცვალი. თეთრი ყურძენი, ლარი მაინც მაიყვიდა, საფერავი გენაცვალი. საფერა უფრო ბევრი წვალება უნდა. საფერავს უფრო ბევრი წვალება უნდა და საფერავ ლარ ნახევარი მაინც აღარ მაიხუნდეს.
ყურძნის ფასის წინასწარ პროგნოზირებისგან თავს იკავებენ ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც ექსპორტის შემცირებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო წელს ჩასაბარებელი ყურძნის ფასის კლებას ვარაუდობენ. ღვინის კომპანიებს არ ექნებათ საშუალება შეიძინონ ახალი დამატებითი რაოდენობის ყურძენი მარტივ მიზეზის გამო, იმის გამო რომ მათ არ აქვს საკმარისი საცავი თავისუფალი. წელს ვფიქრობ, რომ ფასი იქნება თავისუფალი, ანუ ფასს დაადგენს ბაზარი, ანუ მიწოდება მოთხოვნა. თველის ორგანიზებულად ჩატარების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, რთველის წინაშე მდგარ გამოწვევებს მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დაუპირისპირებს. სუბსიდირებას ჩვენ მოვახდენთ წელსაც და გაისადაც სუბსიდირების მოცულობა იგივე იქნება, რაც იყო გასულ წელს, ანუ მთავრობის მხრიდან იქნება 35 თეთრი რკაწითელზე და კახურმწვანეზე და 15 თეთრი იქნება საფერავზე. თუმცა წელს განსხვავებით გასულ წლისგან ყურძნის საფასურო ბანკისგან უშუალოდ მევენახეები მიიღებენ და მათ ღვინის კომპანიებისთვის ლოდინი აღარ მოუწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ფასს დაარეგულირებს ბაზარი და კერძო სექტორი, რათა იყოს კონკურენტუნარიანი დარგი და არ შეექმნათ პრობლემები არც ერთ მხარეს და ბუნებრივია წელსაც ჩვენი მიზანია არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. თველის საკოორდინაციო შტაბი დღეს თელავში გაიხსნა. უწყებათა შორისი შტაბი ყურძნის ჩაბარების პროცესსა და რთველის მიმდინარეობას გააკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა შესაბამის უწყებებს, რომ ჩვენ ვიყოთ ამ კომისიის შემადგენლობაში და ჩვენ უზრუნველყოთ რთველის აბსოლუტურად თითოეული კილოგრამის ჩაბარება და უზრუნველყოფა იმისა, რომ 11 კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ შარშანდელთან შედარებით მწარმოებლებმა წელს შესაძლოა ნაკლები ყურძენი გადაამუშაონ. უწყების ინფორმაციით ხელისუფლების ჩართულობის შედეგად ორივე მხარის ინტერესების დაცვა მოხდება. კომპანიების რაოდენობა ალბათ საკმაოდ დიდი იქნება, მაგრამ ნაკლებ ყურძენს გადაამუშავებენ სავარაუდოდ, მოდელი ესეთია, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი არც ისეთი მაღალია, როგორც წინა წელს იყო და შესაბამისად ნაშთებიც მეტი არის ღვინის კომპანიებში. თუმცა აქტიურად ვარ ჩართული, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ არ დარჩეს ხალხის ყურძენი ჩაუბარებელი 10 წელს არ დარჩენია. იქნება თუ არა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების საკმარისი რთველის წარმატებულად დასრულებისთვის ეს რამდენიმე კვირაში ვენახებში ყურძნის დამწიფების შემდეგ გახდება ცნობილი. გამოცხადება თუ არა კონსტიტუციის დღე 24 აგვისტო უქმედ პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე განხილვები დაიწყება. მარგველაშვილის წინადადება ცალსახად მოწონს მესამე სექტორს. პარლამენტის თავმჯდომარე კი თვლის, რომ ქართულ კალენდარში ისედაც ბევრი უქმეა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უსწრაფაშვილის განცხადებით ინიციატივას საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. ხანგრძლივი ნებათაღელვა კონსტიტუციის გარშემო 17 საათსა და 50 წუთზე დასრულდა. ქვეყნის უზენაესი კანონის შესახებ ორწლიანი კამათით დაღლილმა დეპუტატებმა და კონსტიტუციონალისტებმა 20 წლის წინ სწორედ 24 აგვისტოს დაისვენეს. კონსტიტუციის მიღებიდან 20 წლის თავზე კი ამ დღეს უკვე მთელი ქვეყნის დასვენებაზე დაიწყო ფიქრი. კონსტიტუციის დღის უქმედ გამოცხადების შესახებ საზეიმო მიღებაზე ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა. მინდა გაგიზიაროთ ერთი იდეა. დღევანდელი დღის უქმედღეთ გამოცხადების თაობაზე, რაც ასევე კიდევ უფრო ხაზს გაუსვავს თითოეული მოქალაქის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ. თუმცა სანამ იდეას პრეზიდენტი გააჟღერებდა, დიდი ხნით ადრე თემაზე საუბარი კონსტიტუციის დაცვის ეროვნულმა ლიგამ დაიწყო. ორგანიზაციის წევრები, რომლებიც 1995 წელს უზენაესი კანონის შექმნაში თავად მონაწილეობდნენ, ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის მიღების დღე უქმედ დღის სტატუსს მისი მნიშვნელობის გამო იმსახურებს. 8 წლის განმავლობაში მიღებიდან დღეც აღინიშნებოდა უქმედს იყო. როგორც ვატყობ მეთქი ხელისუფლებას, პრესას, ტელევიზიას, შეცდა ამაზე ლაპარაკი. ამ დროს არის ძალიან აქტუალური პროცესი და ჩვენ ამას ველოდებით. უქმედ გამოცხადებულ თარიღთა რიცხვი დღეს შრომის კოდექსითაა გაწერილი. სულ კოდექსში 17 ასეთი თარიღია, როგორც რელიგიური, ისე სამოქალაქო დღესასწაულებისა. დაემატება თუ არა ამ ჩამონათვალს მე-18 უქმედ 24 აგვისტო პარლამენტზეა დამოკიდებული, რომელმაც შესაძლოა მოусმინოს უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მესამე სექტორის ინიციატივებს, თუმცა საკითხის ინიცირება მხოლოდ თავად უნდა მოახდინოს და გადაწყვეტილებაც თავად უნდა მიიღოს. თუ უქმედ გამოცხადება გადაწყდება, ასეთ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ პარლამენტს შეუძლია. ამ პროცედურების დაცვით გამოაცხადებს თუ არა პარლამენტი უქმედ 24 აგვისტოს ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა დავით უსუფაშვილი როგორც ჩანს, კონსტიტუციის პატივისცემას უფრო მეტ შრომაში ხედავს, ვიდრე მეტ დასვენებაში. ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მე რომ მკითხოთ
ისედაც ძალიან ბევრი უქმე დღეები გვაქვს. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ კონსტიტუცია ცხოვრებაში დაინერგოს. კონსტიტუციის მიღების მე-20 წლის თავს ქვეყანა სამუშაო რეჟიმში შეხვდა. იქნება თუ არა უზენაესი კანონის რიგით 21 იუბილე უქმე, მოსაფიქრებლად კანონმდებლებს ზუსტად 1 წელი აქვთ, მომავალ 24 აგვისტომდე. შიდა ქართლში მდებარე ამილახრების ისტორიული სასახლე დავის საგანი ხდება. ციხესიმაგრე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ინგრევა ადგილობრივების ინფორმაციით მეპატრონე ობიექტის გაყიდვას გეგმავს. სოფელს სხვა პრეტენზიებიც აქვს, მოსახლეობა ირწმუნება, რომ 2001 წელს დღევანდელ მფლობელს სასახლე კანონდარღვევით აქვს მოპოვებული. მეპატრონე ბრალდების კატეგორიულად უარყოფს და მოსახლეობას პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარებას ურჩევს. რა ხდება კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში და რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს. ნახეთ დეტალები ნათია კენკაძის სიუჟეტში. აი ეს მთლიანი სივრცე მისაკუთრებულია. დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზე განთავსებული ციხე, ეკლესია, სასახლე და ბაღი 2001 წლიდან კერძო საკუთრებაშია. ამილახვართა ციხესიმაგრე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამჟამად ნუცა ერისთავსა და მის ვაჟს, ერეკლე კუხიანიძეს ეკუთვნის. სოფელ ქვემოჭალის მაცხოვრებლები ახალ მფლობელს ძეგლის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მის ისევ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მათ ძეგლის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. დანგრეულია ნადგურდება, არც ის მომსვლელია, ვისაც ეკუთვნის, ვითომ ეკუთვნის და აღარც ჩვენ აღარაფერი უფლება მასზე არ აქვს. ამ კაცს თითითი ზიარ დაუკარებია რაიმე რო გაეკეთებინა. ეს უნდა დარჩეს სოფელს, განთავსდეს მუზეუმი. სხვადასხვა ხალხი მოყავს. ალბათ გასხვისება უნდა რაღაცა და ხალხი არის ძალიან უკმაყოფილო. ეს არის სოფლის ისტორიული ძეგლი. სოფელ ქვემოჭალის მაცხოვრებლების ნაწილი ამილახრების სასახლის მეპატრონეებს უფრო სერიოზულ ბრალდებებსაც უყენებს. მათი განცხადებით, ნუცა ერისთავი ციხესიმაგრის ბოლო მემკვიდრის ივანე ამილახრის პირდაპირ შთამომავალი არ არის და ქონების გადაცემა თაღლითური გზით მოხდა. ვაჟა ოთარაშვილის თქმით, ამას დიდუბის რაიონული სასამართლოს განჩინებაც ადასტურებს. დაუმალეს სასამართლოს ნამდვილი შთამომავალთა არსებობა, ამას სასამართლოზე აღიარებენ ეს კუხიანიძე და დედამისი. არ შეუსწავლიათ ივანე ამილახრის ნამდვილი შთამომავლები ვინ არიან და ცოცხლები არიან ესე. პირდაპირ შთამომავალი ივანე ამილახრისა იყო და არის ნიკოლოზ ზუბალაშვილი. ნუცა ერისთავი კი საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში სწორედ ნიკოლოზ ზუბალაშვილის წერილის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ის მემკვიდრეობაზე უარს მათი ოჯახის სასარგებლოდ ამბობს. ამილახრების ციხესიმაგრის მეპატრონე აცხადებს, რომ მას მემკვიდრეობა კანონიერად ერგო და ცილისწამებისთვის საპასუხო სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს. ამ წერილით ზუბალაშვილი უარს ამბობს სასახლის თავის წილზე და ეს მისი ეკატერინე სოლომონის ასული ჩოლოყაშვილი სასარგებლოდ, რომელიც იყო დედაჩემი. სახლი არ იყო ეგრეთ დღეში და ამ სოფელმა მიიყვანა ასე დღემდე. ის რომ სალაპარაკოს სოფელს, არაფერი არ აქვს. საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. ნიკა ანთიძის თქმით 2001 წელს, როდესაც ციხესიმაგრე ნუცა ერისთავს დაუმტკიცდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლების გასხვისება კანონით აკრძალული იყო. მისი ინფორმაციით არ გაფორმებულა მოვლა პატრონობის ხელშეკრულებაც, რომელიც ფლობელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას ავალდებულებს. დავავალე ინსპექციას, რომ შეისწავლონ ეს საკითხი და უახლოეს პერიოდში გვექნება პირველადი დასკვნები. დღეს რასაც უყურებ ფიქრობ, რომ ჩემი პირადი შეფასებით არ შეიძლება გასხვისება და შეიძლება კანონდარღვევას კონდეს ადგილი გასხვისების პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექცია დოკუმენტების შესწავლას დაახლოებით 2 კვირაში დაასრულებს. შემდეგ კი მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება. რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია. არველაძემ განაცხადი ფედერაციის გენერალურ სამდივნოში უკვე შეიტანა მისი კანდიდატურა ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ და რამდენიმე ხმის უფლების მქონე 10 სუბიექტმა წარადგინა. რევაზ არველაძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი საარჩევნო პერიოდში თანაბარ პირობებში იყოს. არჩევნების 3 ოქტომბერს არის დანიშნული, ამ დრომდე განცხადება მხოლოდ 2 კანდიდატმა წარადგინა. რევაზ არველაძემ და მამუკა კვარაცხელია. მთელი გული დასულით მინდა რომ მთელი ჩემი ცოდნა, მთელი ჩემი გამოცდილება, ჩემი კონტაქტები მთელი გულით რაც შემიძლია მოვახმარო ქართული ფეხბურთის განვითარებას. ხვალიდან შევიჩერებ უფლებამოსილებას ყველა ადგილობრივი საკითხებით, რომელიც საქართველოს და ფეხბურთის ფედერაციას ამ წუთში შეეხება. მე ამაში აღარ მივიღებ არაფერში მონაწილეობას. ჩვენ დღეიდან, ანუ როცა განვაცხადეთ ნებისმიერ კანდიდატს, ვინც დარეგისტრირდება და მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო მარათონში, მონაწილეობას
ყველა პრეზიდენტის კანდიდატს შევხვდებით და მოვისმენთ მათ პროგრამას. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მონაწილე 5 კლუბის ვინაობა ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაირკვევა. შოტლანდიაში ადგილობრივი სელტიკი შვედეთის მალმოს შეხვდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პრინაპი ტრანსლაციას დღეს 22 საათსა და 45 წუთზე ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკური გუნდის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე დაისახა საჭირო ღონისძიებები და გამოითქვა ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციის მზადყოფნა. ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია არსებობს. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი ანიმატორის პროექტი პირველად წარადგინეს. 25 წლის ანა ჩუბინიძემ პირველი მულტიპლიკაციური სურათის ჯიბის კაცის ამბის გასაცოცხლებლად დაფინანსება მოიპოვა. გვაქვს ანიმაციის ტესტი, მოკლე ნაწყვეტი ანიმაციიდან, რაღაც სცენარის რამდენიმე ვერსია, კადრირების რამდენიმე ვერსია და ეს პროექტი წარუადგინე ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. რის შედეგადაც მოყვა ესეთი წარმატება, რომ ფოლიმაჟი არის ერთ-ერთი დიდი სტუდია საფრანგეთში, რომელმაც აირჩია ჩემი ანიმაცია და მოხდება ამ ანიმაციის დაფინანსება. სადებიუტო ანიმაციური ფილმის ფრაგმენტები და სცენარი ავტორს მზად აქვს, თუმცა ანა ჩუბინიძე პროექტზე ისევ მუშაობს და 1 წლის მანძილზე ანიმაციაზე მუშაობა თბილისში და საფრანგეთში მოუწევს. პროექტი ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მოხდა. შეიძლება ანას ფილმი იყოს პირველი კოპროდუქცია ქართულ-ფრანგული ანიმაციაში, რომ არ მოხდა ეგეთი რაღაცა. მინდა გითხრათ, რომ საერთო ანიმაცია ძალიან ჩამორჩა, გვახსოვს ჩვენ ყველას ჩვენი ანიმაცია არაჩვეულებრივი ფილმები იყო, დიდი ტრადიცია იყო და ძალიან კარგი სკოლა იყო, ეს ყველაფერი თან დაიკარგა და აი დავიწყეთ ახლა თან ამის ხელშეწყობა, ანუ დავიწყეთ დაფინანსება პროექტების განვითარების. 6-წუთიანი ანიმაციის მთავარი გმირი ჯიბისკაცია. მარტოსული ჯიბისკაცი ანიმაციურ თბილისში ხეტიალობს და გამლელ-გამომლელს ქვემოდან აკვირდება. ჩემოდანში ცხოვრობს, ქუჩებში ნაპოვნირთებს აგროვებს და სახლში მიაქვს. ასეა სანამ ჯიბისკაცი უსინათლო მოხუც არ გადაეყრება და დამეგობრდებიან. მთავარი გმირი მის ჯიბეში დასახლდება. მოხუც სიარულისათვის ჯოხის ცეცება აღარ სჭირდება. ჯიბისკაცს კი შეუძლია ადამიანებს თვალებში ჩახედოს. თბილისის ქალაქიდან მომივიდა ეს იდეა თვითონ ისტორიის, იმიტომ რომ თბილისში რომ დავდიოდი ქუჩებში, ძალიან ბევრი პატარა ნივთები ყრია გარშემო და ამ ნივთებს რო ხედავდი ხოლმე, მაინტერესებდა აი პატარა არსებისთვის როგორ იქნებოდა ეს ნივთები. ანუ ეს პატარა არსება ჯიბისკაცი ამ ნივთებს იყენებს თავისთვის, ის პატარა ნივთები, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მისთვის დიდია და ჩემოდანში ცხოვრობს და ამ ნივთებით იწყობს ავეჯს რაღაც ესეთი ცხოვრება დაახლოებით, წიგნების კითხვა უყვარს და საბოლოოდ ფინალი ესეთი ანიმაციაში რომ ის ხდება მოხუც ბრმაკაც, რომლის ჯიბეშიც აგრძელებს ცხოვრებას. ანა ჩუბინიძე სადებიუტო ანიმაციაზე ახლაც მუშაობს. ჯიბისკაცის თავგადასავალი რეალურ სანახაობად 1 წელიწადში იქცევა და საფესტივალო ცხოვრებასაც დაიწყებს. უკვე ცნობილია, რომ ქართული 2D ფორმატის ფერადი, ხელით შექმნილი მულტიპლიკაციით ერთ-ერთი ფრანგული საბავშვო არხიც დაინტერესდა. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია, მომავე დასრულებულია, მე გიმშვიდობებით და მშვიდობია ყამის გისურვებთ.